იმედის დილის თავარი ექიმი, ავტორი თამარ კობაკიძე და მას გაუწევს დახმარებას ცნობილი ექიმი ოთარ ტატიშვილი არიქა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. ბევრი ვიფიქრეთ, როგორც ყოველთვის, თუ რა თემაზე გვესაუბრა დღეს და აღმოვაჩინეთ, რომ ისეთ აქტუალურ და ხშირ პრობლემაზე, რომელიც ძალიან დიდ ნაწილს აქვს მოსახლეობის, ჩვენ თურმე არაფერი არ გვითხოვს და არ მოგვიყოლია და შეკითხვებიც არ დაგვისვავს. ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს, რომ ეს შეცდომა გამოვასწოროთ და დღეს ვისაუბროთ ჰაიმორიტზე და ვისაუბროთ ფრონტიტზე, ანუ სინუსიტზე, რომელიც ძალიან გავრცელებულია ზოგადად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირ პრობლემას წარმოადგენს. კი ბატონო, და ვუთმობთ ჩვენ საითერო დროს ამ მნიშვნელოვან თემას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. ჰაიმორიტისა და ფრონტიტის შესახებ საზოგადოებაში არაერთი არასწორი მოსაზრებაა გავრცელებული, რის გამოც ეს მდგომარეობები შეიძლება ჩვეულებრივი გაციება გვეგონოს და ამის ფონზე ხდება დიაგნოსტირება, დაგვიანება და შემდეგ უკვე მკურნალობა სხვა ფორმით მიტის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის მითი, რა არის რეალობა და ჩვენს დღევანდელ რუბრიკას ცოტა განსხვავებული ფორმით ვიწყებთ. მოგიმზადეთ შეკითხვები. მითი თუ რეალობა, რამდენიმე, მოდი დავიწყოთ, რა ვიცით ზოგადად ამ თემის. ამასინად გადავიტანე მე და ვიმკურნალებ. მაშინ შენ გეცოდინება სწორი პასუხი აუცილებლად და მოდი ჩვენს მაყურებელსაც ვკითხოთ, ასე ვერ გვიპასუხებენ პირდაპირ ეთერში, მაგრამ წამყვანები ასე ვთქვათ, გააჟღერებენ მათ მოსაზრებას. აი ჰაიმორიტი მაგალითად არის გაციების გაგრძელება და გაციებასთან ერთად თავისით გაივლის. ეს მითია თუ რეალობაა? აბა როგორ ფიქრობთ მეგობრებო? არა, თავისით არ გაივლის ჰაიმორიტი როცა. ანუ აი გაციებული ხარ, ვირუსი გაქვს, გაგემართა ჰაიმორიტი, იმკურნალე ვირუსი გაგიარა და ჰაიმორიტმაც გაიარა. არა. მითია თუ რეალობა? მითია. ფორმა შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ჰაიმორიტია უკვე. კარგი, განმარტება გავაკეთოთ ახლა პატარა ამასთან დაკავშირებით. მითია, კი ბატონო, გეთანხმებით, ჰაიმორიტი ხშირად იწყება ვირუსული ინფექციის ან გაციების ფონზე, თუმცა ის ყოველთვის არ წარმოადგენს უბრალოდ ჩვეულებრივ სურდოს, ასე რომ ვთქვათ. თუ ანთებას ბაქტერიული ინფექცია დაერთო ან დაირღვა წიაღების ნორმალური დრენაჟი, პროცესი შეიძლება გაახანგრძლივდეს და საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში ჰაიმორიტი შეიძლება ქრონიკულ ფორმაშიც გადავიდეს. კარგით, შემდეგი შეკითხვა. შემდეგი შეკითხვა გვაქვს ასეთი, ძვირფასო ტელემაყურებელო და ძვირფასო თანაწამყვანებო, სინუსიტი მხოლოდ ზამთარში გვხვდება. მითია თუ რეალობა? მითია. ვირუსების ფონზე. ჩვენ იმაზე ჯანმრთელი პაციენტები ვართ, ვიდრე თქვენ გონიათ. მითია. ანუ მითია რომ მხოლოდ ზამთარში გვხვდება. აქაც გავნმარტოთ თუ რაში გვაქვს საქმე. ზამთარში და ზოგადად გაციებების სეზონზე სინუსიტის შემთხვევები, რა თქმა უნდა, უფრო ხშირია, რადგან ვირუსული ინფექციები ამ პერიოდში მატულობს, თუმცა სინუსიტი შეიძლება განვითარდეს წლის ნებისმიერ დროს. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაგალითად ალერგიული რინიტი, ცხვირის ანატომიური თავისებურებები და ქრონიკული ანთება ლორწოვანის, რომლებიც სეზონისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. ანუ არ აქვს სეზონი ამ დაავადებას. და მესამე შეკითხვაც, მეგობრებო, თუ ტკივილი გაქრა, ანთება სრულდება. ეს მოსაზრება მითია თუ რეალობა? არის საზოგადოებაში აზრი, რომ ტკივილი აღარ მაქვს და შესაბამისად პრობლემაც მოგვარდა. არა, შეიძლება ტკივილი არ ქონდეს, მაგრამ ანთებაც იყოს. ანუ მითია. მითია. დიახ, ეს არის მითი, რადგან შეიძლება სიმპტომები შემსუბუქდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმში ანთებითი პროცესი შეწყდა. მოკლედ, ეს იყო მთავარი სამი მითი, რაც იყო საზოგადოებაში გავრცელებული. თავის ტკივილი, შუბლის არეში სიმძიმე, ცხვირის გაჭედვა, ერთი შეხედვით შეიძლება ოთარ ზოგადი სიმპტომები მოგვეჩვენოს, მაგრამ აი ამ გართულებების მიღმა იდგეს საკმაოდ მძიმე სამედიცინო მდგომარეობა, სინუსების ანთება. ამ ანთებებს შორის ყველაზე გავრცელებულია, როგორც უკვე მივხვდით, ჰაიმორიტი და ფრონტიტი. ის მართალია ერთი ჩვეულებრივი გაციებით და ვირუსით იწყება, მაგრამ შეიძლება ქრონიკულ პრობლემადაც კი გადაიქცეს. რაც შეეხება სტატისტიკას, მსოფლიოში ყოველწლიურად ეს ორი გართულება ყოველ 100 ადამიანს ემართება, რაც საკმაოდ ისეთი ციფრია მნიშვნელოვანი და მათი ნახევარი ხდება ქრონიკული. ამიტომაც მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, როდის შეიძლება გახდეს ეს მდგომარეობა ქრონიკული და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. 2-3 წლის ასაკში თავის ქალაში ფორმირდება პარანაზალური წიაღები, რომლებიც ცხვირის ზღუსთან არის დაკავშირებული. ეს წიაღები წარმოადგენს ჰაერით სავსე ცხვირის ლორწოვანის მსგავსი გარსით ამოფენილ მცირე ზომის ღრუებს. ჰაიმორიტი წარმოადგენს ზედაყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებას, ხოლო
ფრონტიტი გახლავთ შუბლის წიაღის ანთება. ჰაიმორიტის დროს ტკივილი ძირითადად ლოკალიზდება ყვრიმალის ცვლების, ზედაყბისა და ზოგჯერ ზედაკბილების არეში, ხოლო ფრონტიტის დროს შუბლის არეში. სინუსიტების განვითარების ძირითადი მიზეზებია ზედასასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები, როგორც უკვე ვთქვით, ბაქტერიული ინფექციის დამატება, ვირუსულ პროცესზე ალერგიული რინიტი და ქრონიკული ლორწოვანი გარსის შეშუპება. ცხვირის ზღვრს ანატომიური თავისებურება, მაგალითად გადახრილი ცხვირის გიდე, ან შეიძლება პოლიპები, სტომატოლოგიური ინფექციებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით ჰაიმორიტის შემთხვევაში. გარემო ფაქტორები: მშრალი ჰაერი, მტვერი და ზოგადად დაბინძურებული გარემო. ორივე გართულების შემთხვევაში პაციენტები ყვებიან, რომ მთავარი სიმპტომი, ახლა ვნახავთ სიმპტომების ჩამონათვალს, აი ამადგან მთავარი არის მაინც თავის გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც თითქმის არც ერთ მედიკამენტს არ ემორჩილება, ასევე სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ყნოსვის დაქვეითება, სახის ან შუბლის ტკივილი, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, ცხვირის გაჭედვა. ეს არის ორივე გართულების საერთო სიმპტომები, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მდგომარეობა ამ დროს. რას ყვებიან პაციენტები, როგორ დაიწყოთ ეს პრობლემები და შემდეგ უკვე როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება, შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. ჩემთვის ყველაზე დამღლელი ის არის, რომ ცხვირით სუნთქვა თითქმის აღარ შემიძლია. მწვეთებს ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ დროებით მეხმარება. ღამით საერთოდ ვერ ვისვენებ, რადგან პირით სუნთქვა მიწევს. ფრონტიტის დროს შუბლის არეში ისეთი ტკივილი მაქვს, რომ ხანდახან მუშაობაც მიჭირს. უკვე ისე შევეჩვია, თითქოს ეს ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რაც ძალიან მაწუხებს. არის გამოსავალი, რა შეიძლება დავლიო ან გავაკეთო ამ მდგომარეობიდან, რომ გამოვიდე? სულ მაქვს შეგრძნება, თითქოს ვერასდროს გამოვკეთდები. ცხვირში გაჭედვა, საერთო სისუსტე და შუბლის ტკივილი, ყველაფერი ერთდროულად მაქვს. ოჯახში მეუბნებიან, რომ უბრალოდ გაციებაა, მაგრამ უკვე თვეები აგრძელდება. თავიდან ყველაფერი სურდოთი და ცხვირის გაჭედვით დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღეში დაემატა შუბლის ძლიერი ტკივილი და სიმძიმე ყვრიმალებში. ტკივილი მკვეთრად ძლიერდებოდა და ცხვირით სუნთქვა თითქმის აღარ შემეძლო. ღამით ვერ ვისვენებდი და მუდმივად დაღლილი ვიყავი. ექიმთან მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ჰაიმორიტიც და ფრონტიტიც მქონდა. თავიდან უბრალოდ სურდო მქონდა და ყურადღება არ მივაქციე. მეგონა მალე გაივლიდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ სინუსების ანთება მაქვს და ეს უბრალო გაციება აღარ არის. შუბლის არეში ვგრძნობ სიმძიმეს. როგორ მოვიქცე, ანტიბიოტიკებმა შედეგი ვერ გამოიღო. დიახ, როგორც კომენტარებიდანაც გამოჩნდა, ეს პრობლემა არ არის დროებითი, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე და რამდენიმე წელიც კი. სამი მთავარი შეკითხვა დაისვა. პირველი, რატომ ხდება ეს დიაგნოზი ასე ხშირად ქრონიკული, როგორ შეიძლება მართოს პაციენტმა ეს სამედიცინო მდგომარეობა და მესამე, ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკს რატომ აქვს დროებითი ეფექტი. მაშასე კითხვები დასმულია, ახლა ამ კითხვებზე უნდა მივიღოთ კვალიფიციური პასუხები და ჩვენი წამყვანები თემას სტუმართან ერთად აგრძელებენ, მე კი დაგემშვიდობ. მადლობა თამარ, დროებით დაგემშვიდობებით. სტუდიაში კი გვერდება ოტორინოლარინგოლოგი გრიშა თოფურია, გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი. ბატონო გრიშა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გთხოვთ დაიკავეთ თქვენი ასე ვთქვათ ტრადიციული ადგილი და პირველივე შეკითხვა ასეთი იქნება, მაინც რასთან გვაქვს საქმე, ბატონო გრიშა, რატო არის ასეთი ხშირი ეს პრობლემა, ჰაიმორიტი, ფრონტიტი? მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მშვიდობის. ამოუწურავი საკითხია ჩემო და ჩემო მეგობრებო, ჰაიმორიტი, მხოლოდ ჰაიმორიტი არა, დანამატი წიაღების პრობლემა, მეც დავამატება მიმოხილვას, არ დამოუკიდებლად არც ჰაიმორიტი ყალიბდება და არც ფრონტიტი. ორივე ანთების გამავალი გზა ეს არის ეთმოიდიტი. ეთმოიდიტი ესეც ერთ-ერთი დანამატი წიაღია, 8-დან ერთ-ერთი. რომელიც არის ორბიტებს შორის მოქცეული სივრცე და მათზე გადის ის გზა, საკომუნიკაციო გზა გარემოსთან, რაც ახსენე ჰაერიცავსე ლორწოვანი თამოფენილი წიაღებია. ჰაიმორტთან დაკავშირებით ეს როგორც გავრცელებული სახელწოდებით პოპულარობით ზედაღბის წიაღი ახსენეთ კიდევაც და ამასთან მიმართებაში არის მსუბუქი ფორმები, არის საშუალო სიმძიმის და არის ძალიან მძიმე ფორმები.
ну ბრონტიტი თავისთავად კიდევ უფრო მძიმე ხასიათის წიაღებში გადის და რატომ წვდომა წიაღებთან მე ბოლოდან მოვყვები მაინც რომ მაყურებელს მეტი ინფორმატიული წვდომა კონდეს ქირურგიული ნაწილით რას ნიშნავს რომ და რატომ ამას მიხვდებით კიდევაც უნდა მოვინდომოთ მაქსიმალურად რომ ქირურგიამდე არ მივიდეს საქმე და რატომ სირთულის მიხედვით წიაღებთან წვდომა ქირურგიულად თუ ჰაიმორში ძველი დროიდან ლოყის ქვემოდან პირისგრუდან იყო შესაძლებელი დღეს უკვე ენდოსკოპიური ქირურგიით ეს ცხვირიდან ხერხდება ნაკლებ ინვაზიურად ნაკლებ ტრაუმულად მაგრამ შუბლის წიაღთან ეთმოიდან ძირითად წიაღთან წვდომა ქირურგიული ტექნიკის ერთ-ერთი მაღალ სირთულეს წარმოადგენს და ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ პაციენტებმა რომელთაც ეს ქრონიკულად ჩამოვყალიბდათ მაქსიმალურად არ მივიყვანოთ ეს ქირურგიამდე ანამდე სასურველია თავიდანვე ახსენეთ კიდევაც ხალხური თვითნებური მკურნალობა ხალხურ მედიცინასაც თავისი წილი და ფასი უდევს ამ მკურნალობაში, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, მე ჩემ პრაქტიკაში ვალდებული ვარ, რომ ეს თქვა ხალხურ მედიცინის შედეგებზეც, მაგრამ თავიდანვე მიქცეული ყურადღება, როგორც წესი, პრევენციული ყოფა-ქცევა წიაღებთან მიმართებაში ყოველთვის შედეგია ნობას დებს. ამაში იგულისხმება შემდეგი პირველივე დღესვე, პირველივე სუნთქვის გაძნელებისთანავე ძნელია ნაბიჯის გადადგმა ექიმისკენ, მაგრამ ის რომ დავიწყოთ უკვე ტრადიციული წესები თავისი ჩაის მიღებით, ცხელი აბაზანებით, ცხვირის ასე ვთქვათ, ცხვირის ინჰალაციებით. საოჯახო პირობებში ყველას ხელეწიფება, ყველასთვის ხელმისაწვდომი ეს ტექნიკა. ორთქლის რა თქმა უნდა თავიდანვე ეს გარკვეულ შვებას აძლევს, მაგრამ თუ ყალიბდება ის ფორმა, რაც არის ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ბაქტერიული ასე დროს სასურველია მაინც სპეციფიური მედიკამენტების მიშველიება. რატომ გრძელდება? ნახეთ, აი ჩვენ ჭრაშიც ვქონდა, მიმოხილვაშიც ვქონდა, რომ აი ვიმკურნალე ვღებულობდი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ანუ ექიმთან ვიზიტიც არ დავაგვიანე, ანტიბიოტიკოთერაპია ჩავიტარე, მაგრამ აი ეს გადავიდა ქრონიკულში გრძელდება. აი მე მაგალითად ჩემი პრაქტიკიდან მე ახლა არ ვარ ოტორინოლარინგოლოგი, რადიოლოგი ვარ, მაგრამ როდესაც ვნახულობთ, აი თავის ტვინს მაგალითად, ხო? აი ძალიან ხშირად არის ხოლმე შეშუპებული აი ეს ლორწოვანი გარსი, ჭრილებში მოხვედრილს რო ვეძახით ჩვენ, ხო? არის შეშუპებული. პაციენტს რო ვეკითხები, რომ რამე ხო არ გადაგიტანიათ ან ვირუსი? არა, არაფერი, ცხვირში გაჭედილი ხო არ ხართ? არა, მაგრამ ეს შეშუპება მაინც არის. აი, რატო ხანგრძლივდება ამდენი ხანი? კი პასუხებ, ესე პირველივე ჯერზე სინუსიტით გართულებული რინიტები ხშირ შემთხვევაში პროცენტულადაც ერთჯერ ადობს, მაგრამ თუ ბრუნდება ეს პროცესი გარკვეულ მოკლე პერიოდში, ეს თვეები იქნება თუ წლები, ისევ ვირუსით, ისევ გარკვეული ხარვეზით, ასე დროს უკვე თანხლებ პრობლემებს უნდა მიგნება. ამაში შედის პირველი ოქროს სტანდარტი თქვენი პროფესიიდან ეს რადიოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსული კვლევები, რომელიც ცდილობს მიაკვლიოს იმ თანმხლებ პირობებს, რომელიც ქრონიკულობას უწყობს. ამაში შედის ცხვირის ღრუში მექანიკური დაბრკოლებების სუნთქვის, ამაში შედის თანმხლე ცხოვრებაში შეძენილი დაავადებები პოლიპოზების სახით, ბაქტერიული ან განსაკუთრებით სოკოვანი ინფექციების სახით, რომელსაც უჭირს გამოდევნა ორგანიზმიდან და ხშირ შემთხვევაში ის გირუნდია მიდის. ამიტომ ეს გახანგრძლივებული პროცესი ხშირად დამოკიდებულია თანმხლებ პრობლემებში. და ერთხელ თუ დაგემართავ ასეთი რამაც გაგვიგია, რომ მე მუდმივად პრობლემა ეს არ არის, ხო, ასეთი მითია, ხო? მითია არ დაუშვებს ამას ორგანიზმი, რომ ყველა პაციენტი, ვინც კი პირველივე ჯერზე ცივდება. ანუ ხო, ყველა გაცივებას მე შეიძლება ისევ ამოყოს თავი და ასევე კიდე ერთი საკითხი, აი სხვათა შორის ესე გამიგია, რომ სითბო უყვარსო და აი თქვენ რო განმარტოთ ჩვენი მაყურებლებს, იმიტომ რომ აი ბევრი მაგალითად ზაფხულშიც იხურავს ქუდს, რამდენად მისაღებია ეს? სტატისტიკურად დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებები დაკავშირებულია და აღწერილია ცივი ქვეყნებისთვის, ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის, ცივი კლიმატის ქვეყნებისთვის, მაგრამ ის რომ აი მხოლოდ სითბოზე დამოკიდებულია წიაღების ფუნქციონირება, ესეც მითში შემიძლია ჩავთვალო. აი მკვეთრი მონაცვლეობა სითბოს და სიცივეს შორის ლორწოვანს მკვეთრად აღიზიანებს, ვერ უწყობს ის თან ფეხს ამ პროცესებს და
ხშირად აყალიბებს იმას, რასაც ქვია ლორწოს ის ლორწოვანი ქსოვილი პროდუცირებს ლორწოს, გროვდება ლორწო, დროზე ვერ ევაკუირდება წიაღიდან და შემდეგ პატარა ბაქტერია, პატარა ვირუსი უკვე აფეთქებას იწვევს ისეთი ფორმის, რასაც ჩირქოვანი სინუსიტები ქვია და ის უკვე გადადის გახანგრძლივებულ და რემისიულ ფაზებში. არც თუ დიდი ხნის წინ ახლა ზამთრის პერიოდში გამიგზელდა ყველა. და რაღაც ხელის წამლები მივიღე, მაგრამ ნუ აი არაფრით არ შემეშვა. მე მირჩიეს რომ გადამეღო რენტგენი და დამიდასტურდა ფრონტიტი ბრონქიტთან ერთად. ვიმკურნალე და გამიარა ყველაფერმა და კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ დასაწყისში აი ფრონტიტი როცა დამიდასტურდა, თითქოს არც სუნთქვის გაძლება მქონდა, ჩვეულებრივად გამიკვირდა კიდევაც რატომ მქონდა ეს დიაგნოზი. ანუ ასე შეუმჩნევლად შეიძლება ეს მიდიოდეს, ან ფილმთან შეიძლება თუ არა კავშირი გქონდეს. კარგი შეკითხვა ბატონო გოდერძი, ანუ რა შეასაქმე დანამატი წიაღები არ მოიაზრება ცალკე დამოუკიდებელ სტრუქტურად, დამოუკიდებელ ორგანოდის სტრუქტურული რგოლია სასუნთქის სისტემის დაწყებული ფილტვით დამთავრებული ცხვირის ორგანოთი და ამ სისტემაში ჩართული ინფექციური პათოლოგიები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. ამიტომ ეს არ არის მითი, ასე დავარქვათ, როგორც ახსენეთ. ეს რეალობაა, მაგრამ ის რომ გაციების გარეშე ფრონტიტი ჩამოყალიბდა, ამის ცოტა რწმუნება მიჭირს, მაგრამ მაინც ქონდა მას გარკვეული პროვოკაცია ან ვირუსით, ან ბაქტერიით, რომელმაც ჩაჯდა წიაღში და მოგცათ ეს ლოკალური ანთება, მაგრამ კიდევ ახსენებ, ის ეთმოიდიტის გარეშე არ არის და ანუ ეთმოიდიტით იწყება, ხო? ეთმოიდიტი არის მისასვლელი გზა, ეთმოიდის ორგანო, ეს წიაღი არის მისასვლელი გზა შუბთან და მისასვლელი გზა ჰაიმორთან. მისი გავლის გარეშე, მისი ანთების გარეშე დამოუკიდებელი ჰაიმორიტი, დამოუკიდებელი ფრონტიტი პრაქტიკულად არ შეხედრია. გაუშვათ კონსერვატიული მკურნალობა, ან თუნდაც მივედით ქირურგიამდე, ხო, რაც ხდება. აი, ვუმკურნალეთ. რამდენად ხშირად არის შემდეგ რეციდივები? სუპერ, კარგი შეკითხვა ჩემო და ანუ რეციდიულად ზოგადად ყველა დაავადებას გარკვეული წილი პროცენტების ყოველთვის აქვს რეციდივების, მაგრამ კარგი მენეჯმენტის დროს, როცა პაციენტი თვითონ ახერხებს თავის მოვლის რეკომენდირებულ მოვლას წიაღებთან მიმართებაში, რეციდივები მინიმუმამდე დადის, მაგრამ ქირურგია რა არის? ქირურგია მაინც რადიკალური ტრაუმული ჩარევა, შეცვლა იმ ანატომიურობის, რაც მოგცა მშობელმა დნმ განპირობებული ორგანოები, ის პრაქტიკულად არ ნარჩუნდება და შესაბამისად ეს ხელოვნური ორგანოები კიდევ მეტად პროვოკაციულობს. მაგრამ კარგი მოვლის, კარგი ყურადღების პირობებში შედეგები, რა თქმა უნდა, ქირურგიასაც თავისი აქვს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუმცა თემა ისეთია, რომ ამაზე ძალიან დიდი ხანი შეიძლება საუბარი დაუსრულებელი. თემა ჩვენს შეკითხვებს ოტორინოლარინგოლოგი გრიშა თოფურია პასუხობდა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევით. მადლობა.